ძმებო და დებო, სანამ დავიწყებთ, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, დატოვეთ კომენტარი და მხარი დაგვიჭირეთ, რომ კიდევ უფრო მეტი, კიდევ უფრო ძლიერი ვიდეოები გამოუშვათ. თქვენი აქტივობა ჩვენი განვითარებაა. ახლა კი დავიწყოთ მთავარი თემა, რომელიც მთელ MMA სამყაროში ბზუილივით ტრიალებს. საქართველოში ბევრია, ვინც უკვე კამათობს. ჯეკ დელა მადალენა თუ ისლამ მაჰაჩევი. ვინ მოუგებს? ვის აქვს რეალური უპირატესობა და ვინ მიდის ამ ბრძოლაში ფავორიტად? ზოგი ამბობს, რომ ისლამ მაჰაჩევი დაჰყოფს და მორჩება. სხვები კი აცხადებენ, რომ ჯეკ დელა მადალენა არის ზედმეტად დაუფასებელი და ამ ბრძოლას ნამდვილ სიურპრიზად აქცევს. ნარატივის ნაწილი იმაზეა აგებული, რომ მაჰაჩევი ახლა ადის ველთერვეიტში, ანუ დაახლოებით 77 კილოგრამში. ახალი კატეგორია, ახალი ძალა, ახალი საფრთხეები. ხალხი ამბობს, რომ მან ასეთ დონის დარტყმით მებრძოლს, როგორიც ჯეკ დელა მადალენაა, ამ წონაში არასდროს დაუპირისპირდა. და ახლა ძმაო, მოდი რეალობა შევხედოთ. ბევრს გონია, რომ მაჰაჩევი არას მარტივარ მოიგებს, თითქოს წინასწარ გადაწყვეტილია. მაგრამ მე ერთ რამეს გეტყვი. მაჰაჩევს თავისი ჩემპიონობის დაცვებში არც ერთი ბრძოლა არ ქონია ისეთი, სადაც უშიშრად და უპრობლემოდ გაიმარჯვეს. ჰო, ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან მეორე ბრძოლას თუ არ ჩავთვლით, რადგან იქ ვოლკანოვსკი მოკლე ავიზოზე გამოვიდა, თანაც მძიმე ტრაუმიდან დაგვიდა. დასტინ პორიესთან ბრძოლაც, დიახ, მაჰაჩევი იყო უკეთესი, მაგრამ მარტივი ნამდვილად არაფერი ყოფილა. ორივე ბრძოლაში მან მძიმე რაუნდები გამოიარა. და ხომ გახსოვთ პირველი ბრძოლა ვოლკანოვსკისთან? ნახევარი მსოფლიო ამბობდა, რომ გამარჯვება ავსტრალიელს ეკუთვნოდა. ბრძოლა იმდენად თანაბარი იყო, რომ ბოლო წამებში ვოლკანოვსკი პირდაპირ მაჰაჩევის ზემოთ იდგა. აი, ამის მერე მითხარი, როგორ შეიძლება ისეთი მებრძოლი, როგორიც ჯეკ დელა მადალენა, ტექნიკური, გამძლე, დარტყმით საშიში, უბრალოდ წაიღო და დაამარცხო. MMA-ში არ არსებობს მარტივად და ჯეკი ნამდვილად არა ის კაცი, ვისაც ერთი ტეიკდაუნი დაასრულებს. მიდის მთავარი კითხვა. თუ მაჰაჩევი ვერ წააქცევს და ვერ დაასრულებს ჯეკს დროულად, რას იზავს? რაუნდები რომ გაიწელება, დელა მადალენა რომ ფეხზე დარჩება და დაიწყებს ზეწოლას, იცით რას მივიღებთ? ისეთ ბრძოლას, სადაც უპირატესობა ნელ-ნელა ჯეკზე გადავა. ხალხი ერთ რამეს ვერ ხედავს. დელა მადალენა ფეხზე ბეტონია. სიმტკიცე, კონტრდარტყმა, ზუსტი ტემპი, კლინჩიდან სწრაფი დარტყმები. ეს ყველა ასპექტი მაჰაჩევს ძალიან გაურთულებს საქმეს. თანაც, მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი გრადლი utყვარს, ჯეკი მიწაზეც უბრალოდ მსხვერპლი ნამდვილად არ არის. ამის აშუმ ილია ტოპურიას თავისი ინტერესი აშკარად გამოხატავს. მას სურს, რომ მაჰაჩევი გაიმარჯვოს, იმიტომ რომ სამაგალითო სცენარი ხედავს. მე ავალ, შევხვდები მაჰაჩევს ველტერში, დავამარცხებ, სამქამს ავიღებ და მოხსნი ისტორიას. თუ მაჰაჩევი წააგებს, იმაზე ბრძოლა, რომელიც მთელ სამყაროს ელოდება, ტოპურია მაჰაჩევი, მნიშვნელოვნად დაკარგავს პრესტიჟს. რაც ყველაზე საინტერესოა, ახლა ხაბიბ ნურმაგომედოვიც ამბობს, რომ ტოპურია მაჰაჩევი საუკეთესო ბრძოლა, რომელიც შეიძლება გაკეთდეს. ახლა კი იმიტომ, რომ მაჰაჩევი შეიძლება ავიდეს 77 კილოგრამში, ტოპურია მოუწევს წონის გზა, ბრძოლა გახდება ისტორიული. მაგრამ სად იყვნენ მაშინ ისინი, როცა ტოპურიამ სუბუქ წონაში ითხოვდა მაჰაჩევთან ბრძოლას? მაშინ ეს საუკეთესო ბრძოლა არ იყო, ახლა კი რატომღაც გახდა. და საბოლოოდ, სიტუაცია ასეა. თუ მაჰაჩევი ვერ დაამარცხებს ჯეკ დელა მადალენას, ყველაფერი ინგრევა. თუ დაამარცხებს, მაშინ ვიღებთ ბრძოლას, რომლის დაზღვევა თვითონ ღმერთაც უნდა. ახლა კი ძმებო, დამიწერეთ კომენტარებში, თქვენი აზრით ვინ გაიმარჯვებს. ახლა ოდნავ კიდევ უფრო ღრმად ჩავიდეთ ამ დაპირისპირების ალში, რადგან სიტუაცია სულ უფრო იბურძგნება და ზედაპირზე უამრავი ისეთი დეტალი ამოდის, რასაც ბევრი გულშემატკივარი საერთოდ ვერ ამჩნევს. და პრინციპში ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ხალხი ჯეკ დელა მადალენას თითქოს შეუმჩნევლად უყურებს. თითქოს, კარგი, დარტყმითი მებრძოლია, მაგრამ მაჰაჩევი ხომ მაინც წაიღებს. მეგობრებო, ასე MMA არ მუშაობს. აქ ყველაფერი დეტალებშია. ჯერ ერთი. ჯეკ დელა მადალენა იმ ტიპის მებრძოლია, რომელიც რაც უფრო დიდხანს რჩება ფეხზე, მით უფრო საშიში ხდება. იმ კარგახნის განმავლობაში, რაც ოქტოგანში უყურებთ მაჰაჩევის ბრძოლებს, ერთ-ერთი მთავარი საკითხი ყოველთვის იყო, შეძლებს თუ არა მოწინააღმდეგე ფეხზე დარჩენას. ვინც ფეხზე ყოფნას ახერხებდა და არ ექცეოდა მარტივად, მაჰაჩევს ყველაფერი უჭირდებოდა. ტემპის დაჭერა, დისტანციის კონტროლი, ჩასაფრებული ტეიქდაუნის დაგეგმა.
ამიტომ ის რომ მახაჩევი ველტერში 77 კილოგრამზე გადადის, ამ ყველაფერს კიდევ უფრო საინტერესო ხდის. აქ ძალიან ბევრი უცნობი ცვლადია. რამდენად იგრძნობს მარწუხივი ძლია ძალას მოწინააღმდეგეებზე? ექნება თუ არა იგივე ექსპლოზიურობა ტეიქდაუნებში? შეძლებს თუ არა ამ წონის დროულად გაკონტროლებას? ახლა კი გადავიდეთ მთავარზე. ილია ტოპურია. ეს ბიჭი უკვე მთლიანად აკერავებულია ამ სიტუაციაზე. ის პირდაპირ ამბობს, რომ სურს მახაჩევმა გაიმარჯოს, რადგან მისი ამბიცია არის არაუბრალოდ მეორე ქამარი, არამედ ისტორიის გადაწერა. თუ ტოპური ავა ველტერში და დაამარცხებს მახაჩევს ქსელთან, რომელიც უკვე დიდი უპირატესობით მოქმედებს ამ წონაში, ჩვენ მივიღებთ ისეთ სცენარს, რომლის პოტენციალი რეალურად გლობალურ აუქმებამდე მიდის. ეს იქნებოდა ბრძოლა, რომელზეც წლების განმავლობაში ილაპარაკებდნენ. აი, ამიტომაც ტოპურია ყველგან ამბობს: მინდა მახაჩევი მოიგოს. მაგრამ თუ მახაჩევი წააგებს, ეს ყველაფერი იშლება. იმდენად სწრაფად იშლება, რომ რეალურად ეს ბრძოლა სულაც ვერ მოხდება. ახლა კი იმ შეჯერებაზე დავდგეთ, რასაც უამრავი გულშემატკივარი ამბობს, რომ მახაჩევი ჯეკ დელამადალენას მარტივად წაიღებს ჯირში და მორჩება. ხალხო, ბელალ მუხამადი ვერ არის სავარაუდო მაგალითი. ბელალი სხვა სტილით მუშაობს. ის რაციონალზეა, უსაფრთხო გეიმპლანით, ნაკლებად რისკავს. მახაჩევი კი ბევრად უფრო აგრესიული გრაპლერია, მაგრამ ამის საფასურს ხშირად იხდის ენერგიის ხარჯვით, უოწონის პრობლემებით, მუდმივი წნეხით. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი. თუ ჯეკი გაუძლებს პირველ და მეორე რაუნდს, თუ მოიპოვებს საერო შივცეს ფეხზე, მახაჩევს დასჭირდება ყველასგან დამალული საზღვრაგარეთული ძალა, რომ შეტევა გააგრძელოს. და ჯეკი კი ისეთი მებრძოლია, რომელსაც ბრძოლა რაც უფრო ღრმად მიდის, მით უფრო უკეთ ეწყობა. გამოსწორება. ჯეკ დელამადალენას არსებობს ერთი პრობლემა, რასაც ხალხი ზედმეტად აზვიადებს. მიწაზე დაცვა. კი, ალბათ ის საუკეთესო BJJ ოსტატი არ არის, მაგრამ იცით რა აქვს? გამორჩეული უნარი, წამოდგემის ტექნიკა. იმ შემთხვევაში თუ მახაჩევს ვერ გაუკეთდება იმ ცოდნის დემონსტრაცია, რასაც ლაითვეიტში აჩვენებდა, ველტერში ეს ყველანაირად შეიმჩნევა. ახლა კი გადავიდეთ ტოპურიასა და მახაჩევის შედარებაზე, რომლებიც უამრავი გულშემატკივარი ერთმანეთში ურევს. ტოპურიას ბრძოლები მაქს ჰოლოვეისთან, ჩარლზ ოლივერასთან, ყველა იმდენად მკაფიო იყო, იმდენად სხვაობით მოიგო, რომ ხალხმა თვარი მოატყუა და დაიწყო, ესენი უკვე ძველი მებრძოლები იყვნენ. აბსოლუტურად არასწორი ხედვაა. ტოპურია იმდენად დომინანტურად ჯობდა, რომ მისი დომინაცია უბრალოდ აჩენდა ილუზიას, თითქოს მოწინააღმდეგეები უკვე მორჩენილები იყვნენ. მახაჩევის შემთხვევაში კი ბრძოლები იყო ისეთი, სადაც გამარჯვება ყოველთვის იდეალურად სუფთა არ იყო. ბევრი საკამათო მომენტი, ბევრი თაით რაუნდი, ბევრი ერთიც რომ დაეცედინა სიტუაცია. ახლა კი წარმოიდგინეთ, რამდენად დიდი უპირატესობა აქვს მიკლა და კარბურატორ მაშინ როცა. ახლა კი წარმოიდგინეთ. ტოპურია ველტერში, მახაჩევი ახალ წონაში, ბრძოლა სამ ქამარზე, ისტორიული შანსი ქართულ მებრძოლისთვის. ახლა წარმოიდგინეთ, როგორ ინგრევა ეს ყველაფერი თუ ჯეკ დელამადალენა ამ გეგმას უბრალოდ შუაზე გადატეხავს. და როგორ ხდება მისი გადატეხვა? ძალიან მარტივად. თუ ბრძოლა ფეხზე დარჩება და მახაჩევი ვერ მოახერხებს დომინანტურ ტოპ კონტროლს, ჯეკის ტემპი, სიზუსტე და მოქნილობა ძალიან მძიმე გამოცდას მოუწევს მას. ორკუნწვანი დარტყმები, ლივერ შოტები, მარჯვენა ქვედა კუთხეში ჩასმა. ეს სტილი მახაჩევისთვის ყველაზე არასასიამოვნოა. ამიტომაც ძმებო, ბრძოლა იმას არ გავს, რასაც ბევრი დღეს ვნებით იმეორებს. მახაჩევი უბრალოდ ჯირს წაიღებს და მორჩება. არა ძმაო, ეს ასე მარტივად არ გამოვა. და ბოლოს, თუ მახაჩევი მოიგებს, ვილოცავთ რომ ტოპურია მისი შემდეგი მეტოქე გახდეს. თუ დელამადალენა მოიგებს, MMA-ის ისტორია სრულიად სხვა გზაზე წავა. ახლა კი ძმებო, წერით კომენტარებში. თქვენი აზრით, ვინ წაიღებს ამ ბრძოლას? ჯეკი თუ ისლამი? ძმებო და დებო, სანამ დავიწყებთ გთხოვთ, დააჭირეთ ლაიქს, გამოიწერეთ არხი, დატოვეთ კომენტარი და მხარი დაგვიჭირეთ, რომ მომავალშიც შევძლოთ ასეთი ვიდეოების გაკეთება. თქვენი თითოეული ქმედება ჩვენთვის ოქროს ფასია. ახლა კი გადავიდეთ დღევანდელ თემაზე, რომელიც უკვე დიდ მითქმა-მოთქმას იწვევს. ისლამ მახაჩევი ბოლო ინტერვიუში ასე პირდაპირ ამბობდა, რომ თუ ხაბიბ ნურმაგომედოვი ხვალ ეტყოდა, მორჩა, უნდა შეწყვიტო ბრძოლა, ის უსიტყვოდ შეასრულებდა. და ამას ისე გულწრფელად ამბობს, რომ გრძნაობ, მათ შორის რაც არის, უბრალო მწვრთნელისა და სპორტსმენის ურთიერთობა კი არა, გულიდან წამოსული ძმობის კავშირია. ისლამი ამბობს, ხაბიბი ჩემთვის როგორც უფროსი ძმაა. თუ მეტყვის რომ უნდა გავჩერდე, გავჩერდები. მთელი ცხოვრება ზუსტად იცოდა, როგორ ეზრუნა ჩვენზე. არა მარტო დარბაზში, არამედ ცხოვრებაშიც. მან ჩემთვის ყველაფერი გააკეთა ხშირად ისე, რომ არაფერს ვთხოვდი.
ეს სიტყვები ბევრს არაფერს გავს, რასაც ჩვეულებრივ ჩემპიონები ამბობენ. აქ ჩანდა რეალური პატივისცემა, ნდობა და იმ კულტურული ოჯახის შეგრძნება, რაც დაღესტნურ სპორტს ახასიათებს. მაგრამ აქვე მახაჩევმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ თქვა. თუ ჭიდაობა არ მოუტანს შედეგს ჯეკ დელა მადალენასთან, ის დგომში ჩაებმება და იკბინებს ბოლომდე. ისლამი აღიარებს, რომ ეს შეიძლება მისი კარიერის ყველაზე რთული ბრძოლაც იყოს, რადგან ჯეკი დიდია, ტექნიკურია და ყველგან კარგია. მახაჩევი ამას ამბობს არა როგორც თავშეკავებული ჩემპიონი, არამედ როგორც ადამიანი, რომელსაც კარგად ესმის, რომ ველტერში 77 კილოგრამში ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს. ის ამბობს, ვიცი რომ მისი დაცვა იდეალური არაა, მაგრამ მიწაზე ცუდიც არ არის. ძალიან სწრაფად დგება, ძალიან ჭკვიანურად იცავს თავს. ამიტომ ვემზადები ყველაფერზე, დგომაში, ჭიდაობაში, გრაპლინგში. თუ ჩემი ტეიქდაუნი გაჩერდა, კიდევ ვცდი, თუ ვერ შევძლებ, დგომაში მოვიდებ. ეს ყველაფერი ემთხვევა იმას, რასაც მისი მწვრთნელი ხავიერ მენდესი ამბობს. მენდესი აღიარებს, რომ ამ ბანკაკში მახაჩევი შევიდა 86 კილოგრამით, რაც მის ნორმალურ კრუიზულ წონაზე მხოლოდ 5 კილოგრამით მეტია. თავარი კი ისაა, რომ ლაითვეისთან შედარებით ახლა მხოლოდ 2 კილოგრამით ნაკლები აქვს დასადგები და ამიტომაა გაცილებით ძლიერი. მენდესი ამბობს, ეს საუკეთესო ბანკაკია, რაც კი მქონია ისლამთან. არასდროს მინახავს ასეთი ძლიერი, ასეთი მშიერი და ასეთი კონცენტრირებული. ყველაფერი გაუმჯობესა, დგომა, ჭიდაობა, ფიზიკა, ფსიქოლოგია. მაგრამ ამასობაში ხავიერი ამაზეც საუბრობს, რაც განსაკუთრებით შეგვიძლია გამოვკვეთოთ. მან ჯეკ დელა მადალენასა და ბელალ მუხამედის ბრძოლა 7 ჯერ უყურა. ეს იმას ნიშნავს, რომ ისლამის გუნდი საოცრად დიდ პატივისცემს ჯეკს და ეს პატივისცემა არის პირდაპირ გზავნილი, რომ ტაქტიკა უბრალოდ დავარდი-მოვარდა ვერ იქნება. მენდესი პირდაპირ ამბობს, თუ ვერ ვაფასებთ ჯეკს, პრობლემა გვექნება, მაგრამ ჩვენ ყველანი ვაფასებთ მას უზომოდ. ვიცით რა გამოგვიწვია, ეს ბიჭი ძალიან კარგია. სხვა ფაითერებიც აზიარებენ მსგავს მოსაზრებას, მაგალითად დრიკუს დიუპლესისი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯეკი უყვარს და მისი სტილი ძალიან მოსწონს, მაინც ფიქრობს, რომ მახაჩევი ზედმეტად გამოცდილია. ზედმეტად მაღალი დონის მეტოქეებთან ბრძოლა აქვს გავლილი და ზედმეტად რთულია მისი პროგნოზით დამარცხება. ის აცხადებს, ჯეკი დიდია, მაგრამ არა იმდენად დიდად, რამდენად ხალხი ფიქრობს. მახაჩევი საოცრად ტექნიკურია და ფიქრობ, რომ ამ წონაში ძალიან კარგი იქნება. და ბოლოს გვაქვს ფრანსის ნაგანუ, რომელიც სხვადასხვა კუთხით შედის თემაში და აცხადებს, რომ ყველაზე დიდი ბრძოლა, რაც MMA-ში შეიძლება ოდესმე შედგეს, არის ფრანსის ნაგანუ versus ჯონ ჯონსი. მისი სიტყვები: არავინ წყუნარდეს. უდიდესი ბრძოლა მხოლოდ ჯონსსა და ნაგანუს შორის შეიძლება მოხდეს. სხვა ბრძოლებს პატივსცემ, მაგრამ ეს ისტორიის ყველაზე დიდი შოუა. და რეალურად როგორც ჩანს, მთელ MMA სამყაროში ახლა გადაჯაჭვებული რომდენიმე სტორილაინია. მახაჩევი versus დელა მადალენა. ტოპურია, რომელიც შედეგს ელოდება, ნაგანუ ჯონსის ჰიპოთეტური სუპერბრძოლა და ყველა მათგაბი იკვეთება იმაზე, თუ ვინ როგორ მოიქცევა ახლა ამ ეტაპზე. ასე რომ ძმებო, თქვენი დროა. დაწერეთ კომენტარებში, ვინ იგებს, მახაჩევი თუ ჯეკ დელა მადალენა. მე ყველაფერს წავიკითხავ. ახლა ძმებო და დებო UFC-ს ოჯახიდან. მოდი გადავალთ შემდეგ საკაითო თემაზე. და სანამ ბოლომდე ჩავუყვებით ამ ამბობს, მოდი ცოტა იმ ენერგიასაც გავყაყანებთ, რაც ამ ბოლო დღეებში UFC-ს სამყაროს აღდებს ხაერში. ისე თითქოს მთელი საარბაკეტო ერთდროულად აფეთქდა. იმიტომ რომ აქ რაც ხდება, უკვე აღარ არის უბრალოდ სიახლე ან პატარა დრამა. ეს არის სრული ქარიშხალი. MMA-ის ეპიცენტრში, სადაც ყოველი ნაბიჯი რაღაც ახალ ცეცხლს აჩენს და მთელი საზოგადოება ერთი კაცივით უყურებს, რა მოხდება შემდეგ. აი მაგალითად, ალექს პერეირა. ეგ კაცი საერთოდ სხვა განზომილებაში მოძრაობს. ბრაზილიელი მონსტრი, რომელიც მსუბუქ მძიმე წონაში UFC-ს დანგრევას აგრძელებს, ახლა ისეთი ხმაური შემოიტანა, რომ ყველა თემის ყურადღება მისკენ წავიდა. ცოტა ხნის წინ პირდაპირ და ძალიან მკაცრად მიმართა ჰამზად ჭიმაევს და თქვა: მინდა გეპაექრო, მაგრამ მოდი გრაპლინგზე, შენი ტერიტორიაზე, თუ გინდა UFC-ს შიგნეთაც, თან მოდი ისე მოვიქცეთ, რომ ამ ბრძოლიდან ფული არც ერთმა არ მივიღოთ. ყველაფერი ქველმოქმედებას გადავურიცხოთ. ძმა, უბრალოდ წარმოიდგინე, პერეირამ არა მხოლოდ გაასწორა გზები ჭიმაევთან სამაგიეროდ გამოსაყოლებლად, არამედ მთელმა ბრძოლამ ქველმოქმედების იდეაზე ააგო. ეგეთი რაღაცები დღეში ერთხელ არ ხდება და ამან ხალხი გაგიჟა. MMA-ის ფორუმები აფეთქდა. Reddit-ი ვეღარ გაუმკლავდა შეტყობინებების წვიმას. Instagram კომენტარები გუბესავით გადმოიდა. ყველა ერთად კითხულობს: ჰამზა კი მართლა სწრაფად მიიღებს გამოწვევას, თუ ეგ უბრალოდ PR თამაშია? აუ, ჰამზატი ცალკე ისტორიაა. მაგის აგრესიული სტილი, სიგიჟემდე მისული თავდაჯერება და ნულოვანი დარტყმების შიში, ამას ხომ მთელი UFC-ს ოთახი იცნობს. ბიჭს 15-0 აქვს.
12 მოგება ფინიშით. ეს უკვე ტრიოკია ძმა. კიდევ ერთხელ 15 გამარჯვება, 0 წაგება და უკვე ჩემპიონი. ეს რომ ხელში უჭირავს, სხვებს აღარ უნდათ მაგასთან გაბრძოლება. რა გინდა? ადამიანის გრაპლინგიც მკვლელელია, დარტყმაც რკინასავით აქვს, წნეხიც. ერთი სიტყვით მონსტრია, მაგრამ პერეირას არ ეშინია. პირიქით, თავად ეძებს ჭიმაებს. ახლა მეორე მხარე. პერეირას ფორმა. თმა 5 ოქტომბერს მაგომედ ანქალაევი ტიკეოთი დააგდო და მსუბუქ მძიმე წონაში ძველი ქამარი უკან დაიბრუნა. მაგის დარტყმები ისეთია, თითქოს ბრაზილიიდან მოტანილი ქვა ღრმა ენერგია პირდაპირ მოხვდეს. ამ ფორმაში მყოფი პერეირა, რომ ჭიმაებს ეხვეწება გრაპლინგზე, ეგეც თავისთავად შოქია. და აი ამ ყველაფრის პარალელურად ერთი ძველი სახე ისევ შემოდის სცენაზე. ისლამ მახაჩევი. რაღაც ბრძოლის მერე არა პირდაპირ ინტერვიუში იმენა გამოიტანა სათქმელი. თუ ჯეკ დელა მადალენას მოუგებ UFC 322-ზე, შემდეგი ვინც მინდა კამარუ უსმანია. ახლა დაფიქრდი ძმა, ეს უკვე აცხადებს, რომ ველტერვეიტში ახალი ამბავი დაიწყო. მახაჩევი ჯიმე ნაბიჯით შემოდის ახალ დივიზიონში და პირდაპირ უდიდეს ეძახის. კაცს, რომელსაც ამ წონაში ყველაზე მეტი ქამარის დაცვა აქვს. ესე იგი, მას აქ უკვე ახალი ისტორიული თავი უნდა, ახალი სამეფო, ახალი გამოწვევა. და აი აქედან იწყება ნამდვილი ხიდი, ნამდვილი პერეხოდი, რაც მთელ ამბავს აერთიანებს. UFC ახლა იმ წერტილშია, როდესაც სამი სხვადასხვა ხაზის ისტორია ერთმანეთს ერწყმება. პერეირას საოცარი, ქველმოქმედებაზე აგებული გამოწვევა ჭიმაებს. ჭიმაევის დაუმარცხებელი სტატუსი და კითხვა მიიღებს თუ არა მან ამ ბრძოლას. მახაჩევის ამბიცია ახალი ეპოქის დასაწყისად ველტერვეიტში. ეს ყველაფერი ერთად ქმნის ისეთ ფონს, სადაც ყოველი ბრძოლი ტკვირა, ყოველი ბეჭდავს, ყოველი დაპირება რაღაც შეუძლია შეცვალოს UFC-ს მომავალი. მოკლედ ძმა, ახლა ნელა და ლამაზად გადავიდით შემდეგ თემაზე. სადაც გავაგრძელებთ იმაზე ლაპარაკს, რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფრის ქაოს, ვინ ვის გზას დაუჭრის, ვინ ვის კარიერას გადაუხვევს და როგორ შეიძლება ამ სამა ისტორიამ ერთად ააფეთქოს UFC 2025 წელი იმ დონეზე, რომ ძველი ეპოქა საერთოდ დაიხუროს.